ისრაელი კვლავ ომშია ირანთან. მას შემდეგ, რაც რეჟიმმა და მისმა პროქსებმა გასულ ღამეს ისრაელში ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. აი რა გამოგრჩათ. კეთილი დაბრუნება ყველა სკვადში. და კიდევ ერთხელ, ჩვენ აქ ომის რეჟიმში ვართ. და სწორედ ამიტომ ჩემი შესანიშნავი თანაწამყვანები ყველანი იმ ადგილებში არიან, სადაც ცხოვრობენ. მათ შორის ჩვენი სპეციალური სტუმარი ამ კვირაში ლილი მუ, რომელიც ჩვენი ირანის ექსპერტია და ნამდვილად კარგად არის საქმის კურსში, რა ხდება ახლა ირანში. მაშ, ლილი, ნება-მომეცი შენით დავიწყო. დაბომბვა ისევ დაიწყო გუშინ ღამით, ყველა თავშესაფრებში გავრბივართ. ისლამური რესპუბლიკა ამტკიცებს, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ისრაელმა დაარტყა დაჰიას, რომელიც ფაქტობრივად ჰეზბოლას ტერორისტების მთავარი ბაზაა ლიბანში. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ორი კონფლიქტი ერთმანეთს დაუკავშირონ, ზუსტად მაშინ, როცა გაურკვეველი იყო წავიდოდნენ თუ არა მოლაპარაკებებზე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა ლილი, მინდა რომ დაგვაბრუნო ამ უქმეებზე, რადგან 19-იანში რაღაც მართლაც ხდებოდა მანამდე, სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა. შეიძლება ცოტა მოგვიყვე, რას ისმენდი? კარგი, გამარჯობა და შალომი, ფლერ. ქალბატონებო, მადლობა რომ დღეს აქ მიმიღეთ. ვიმედოვნებ ყველა უსაფრთხოდ ხართ. დარწმუნებული ვარ, თქვენს მშვენიერ ქვეყანაში რაკეტების ხმები ძალიან შემაშფოთებელია. მეც მომისმენია ეს, იქაც ყოფილ ვარ. პირველ რიგში ირანელი სტუდენტები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. რეჟიმი ირყევა. ასეა. ინტერნეტის გათიშვის დროს ირანში იმდენი რამ მოხდა, რაზეც მსოფლიომ არაფერი იცოდა. იყო ასეთი წარმოდგენა, რომ ირანში მხოლოდ გაურკვევლობა და სიჩუმეა. შეშინებული ადამიანები საკუთარ სახლებში სხედან და არავინ გამოდის რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ რაც ირანში მოხდა, იყო ის, რომ ირანელებმა იგრძნეს განსაკუთრებული სულიერი აღმავლობა. უფრო მაღალი ვიდრე ოდესმე. იმის გათვალისწინებით, რაც 3 თვით ადრე მოხდა, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ დაბომბვის კამპანია დაიწყებოდა. იანვრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რაც ზუსტად 180 დღის წინ მოხდა, ახლა გვაქვს 3 დღე, როცა ეს დღეები მეორდება. 180 დღეს 3ჯერ, ისევ და ისევ მეორდება. ჩვენი ცოცხალი ნათესავებისა და მეგობრების მეხსიერებაში. მოულოდნელად მიწაზე დაცემა, საავადმყოფოებში წასვლა ჩვენი ოჯახის წევრების წამოსაყვანად, ტყუის ჭრილობების ნახვა მათ თვალებს შორის. და ამ რეჟიმის მოლოდინი იყო სრული სიჩუმე და ირანის ხალხის დაცემა. რაც მოხდა იყო უპრეცედენტო აჯანყება, რომელიც გაგრძელდა დიასპორაში. და მაშინ, როცა ირანში ირანელები იარაღის მუქარით იყვნენ დაჭერილები, გადარჩენის მისია, რომელიც მიმდინარეობდა, მათ იმედს აძლევდა. და მაშინ, როცა რეჟიმის მხრიდან უსაფრთხოება და კონტროლი ფიქს აღწევდა, უსაფრთხოების ძალები სასტიკად მოქმედებდნენ, მოდიოდნენ და 20,000 ადამიანს მოსადის აგენტობის ბრალდებით აკავებდნენ. ხალხი მაინც არ გაჩერებულა. და ეხლა, როცა ინტერნეტი აღდგა, ირანელებმა ნახეს, რას ვაკეთებდით ჩვენ. ჩვენც ვნახეთ, რას აკეთებდნენ ისინი. და სიმამაცე ხელახლა გააღვივა იმგვარად, რომ სტუდენტები უნივერსიტეტებში, მათ შორის ისპაჰანის მთავარ უნივერსიტეტებში გამოვიდნენ და სკოლის მოსწავლეებიც კი ქუჩაში გამოვიდნენ და რეჟიმის შეცვლას მოითხოვეს. და მათ თქვეს, ჯავით, კიდევ ერთხელ. თქვეს, პრეზიდენტო ტრამპ, გააგრძელეთ ასე. თქვეს, ისრაელო დაარტყიმათ, ჩვენ ამას შევძლებთ. ამიტომაც გადაწყვიტა რეჟიმმა, რომ მათი პატარა მულას სიკვდილიდან 100 დღე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაკრძალული, აღენიშნათ. არ დაგვავიწყდეს, ამ ადამიანმა უზრუნველყო, რომ ირანელი სტუდენტები და ირანელი ოჯახები, რომლებიც ზუსტად 100 დღის წინ დახვრიტეს, დღესაც ვერ იღებენ დაკრძალვის უფლებას. ეს უკიდურესად პირველ რიგში იქნებ ჯერ დაკრძალონ. და ეს კარგი გზა იქნებოდა, რომ კიდევ რამდენიმე ექსტრემისტი მოვიშოროთ. მაგრამ ემი, როგორ ფიქრობ, ეს რატო ხდება ახლა, რატო აივჩიეს ეს დრო? გონია, რომ თითქოს არ ვიცი, ვეთანხმები თუ არა ამას, მაგრამ მინდა შენ თქითხო, ემილი, რადგან ვიცი, ამაზე გარკვეული აზრები გაქვს. მაგრამ თითქოს ამერიკის მთავრობის სასოწარკვეთილება, რომ შეთანხმებას მიაღწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ეს ყველაფერი თეატრია თუ რეალობა. მაგრამ თქვათ, ისლამურმა რესპუბლიკამ აღიქვა ამერიკელები, როგორც ისინი, ვინც ნამდვილად ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ასეთ შემთხვევაში ისინი გათამამდნენ და უფრო თამამები ხდებიან. ისინი დაამარცხეს ეგრეთ წოდებულ ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე.
და ახლა ისინი თითქოს ისე უფრო თამამები ხდებიან, რადგან ისრაელს 11 ბალისტიკური რაკეტით დაესხნენ თავს. როგორ აფასებ ამას ემილი? ხო, ანუ ამ მომენტისთვის როცა ვიღებთ, მგონი უკვე 20-მდე, ან რაღაც ესეთი ბალისტიკური რაკეტაა. ისრაელის მიმართულებით სხვადასხვა ტალღის რაკეტებია გაშვებული, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს მოხდებოდა. როდესაც ამ რეჟიმს რაიმე ფორმით უთმობ, იქნება ეს აშშ-ის მემარჯვენე თუ მემარცხენე ადმინისტრაცია. შედეგი ერთნაირია. Olgerze, როცა ისინი რაიმე დათმობას იღებენ, პასუხად კიდევ უფრო ამკაცრებენ თავიანთ ქმედებებს. თუ ისრაელი არ უპასუხებდა, ისინი ალბათ ისევ ისროდნენ. და იცით რა, მათ ადგილას რომ ყოფილიყავი, ალბათ მეც იგივეს გავაკეთებდი. ხო, ესე მოქმედებენ ისინი. ეს ერთადერთი გზაა, რითაც აქამდე თავის შენარჩუნება შეძლეს. და ამას არავითარ კომპლიმენტად არ ვამბობ. მაგრამ ხო, ეს ნამდვილად მუშაობს გადარჩენის თვალსაზრისით, სულ მცირე, მათგან ზოგიერთისთვის. და ეს სერიოზული პრობლემაა. და ვფიქრობ, რომ ის, რასაც ეხლა ვხედავთ, არის აშშ-ის ადმინისტრაციის წინდახედულების ნაკლებობის შედეგი. და ეს არის რაღაც, რაც 10 წლეულებია აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მუდმივად მეორდება, სხვათა შორის როგორც მემარჯვენეებში, ისე მემარცხენეებში, რომ მათ უბრალოდ არ ესმით ახლო აღმოსავლეთი. და ამავე დროს მათ სურს ჩაერიონ და ყველაფერში კონდეთ მონაწილეობა. ამის ნაცვლად ისრაელს არ აძლევენ საშუალებას, რომ თავად გააკეთოს ის, რაც საჭიროა და სრულ მხარდაჭერას არ უცხადებენ. რადგან ისრაელმა ნამდვილად იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ისეთ მტერს, როგორიცაა ისლამური რესპუბლიკა. და ყოველ ნაბიჯზე პრეზიდენტი ტრამპი ერთი მიზეზით თუ მეორეთი იქნება ეს ლეგიტიმური თუ არა, კარგი, ამაზე არც კი შევჩერდები, მან არაერთხელ შეაჩერა ისრაელი, რომ გაებრძელებინა მოქმედება. ის ახლაც კი მოუწოდებს ისრაელსა და ისლამურ რესპუბლიკას, რომ შეწყვეტონ ერთმანეთზე სროლა. ეს არ არის სწორი პასუხი. ასეთი პასუხი რეჟიმს უფრო ამხნევებს. ეს რეჟიმს აძლევს სიგნალს, რომ შეუძლია გააგრძელოს აშშ-ის მოკავშირეებზე თავდასხმა. იქნება ეს ისრაელის სახელმწიფო თუ სხვა არაბული ქვეყნები, რომლებიც სპარსეთის ყურეში არიან. ახალხან ტელეფონით ვესაუბრებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება. მან მითხრა, რა შემეთავაზებინა ირანისთვის. თქვენ უკვე ისროლეთ თქვენი რაკეტები. საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან და დადეთ შეთანხმება. ვკითხე მას იმ თავდაპირველ ისრაელის თავდაცვის ძალების დარქმებზე, რომლებიც დღეს ადრე მოხდა. მან მითხრა, რომ ისინი შეერთებულ შტატებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე ვკითხე მას რეაქცია ისრაელის დარტყმებზე ჰეზბოლას წინააღმდეგ ბეირუთში. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, მე ეს არ მიხარია. ეს მიუღებელი საქციელია. და ეს არ უნდა იყოს მისაღები შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის, რადგან ყველა ამ ქვეყანას თავს ესმის ერთი და იგივე ძალა, ერთი და იგივე პრობლემა. იქნება ეს ტერორისტული პროქსების, როგორიცაა ჰუსიტები და ჰეზბოლა, მეშვეობით თუ სხვა ქვეყნები, რომლებსაც ესხმიან თავს ისლამური რესპუბლიკის მიერ. ასე რომ ეს ძალიან სტარია. და კიდევ ერთი რამ სანამ გავჩუმდები. მინდა დავამატო იმ ვიდეოებზე, რომლებიც ინტერნეტის აღდგენის შემდეგ გავრცელდა. უნდა დავაზუსტო, რომ ინტერნეტი მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. ეს არ არის ნამდვილად ღია ინტერნეტი. ინტერნეტი ის ჯერ კიდევ ძალიან გაფილტრებულია. ამასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. ჩვენ ვიცით, რომ მაშინაც კი როცა ისლამურმა რესპუბლიკამ გუშინ ღამით ისრაელზე რაკეტები გაუშვა, მათ იმ კონკრეტულ რეგიონებში ინტერნეტი გათიშეს. არ ვიცი აღადგინეს თუ არა ინტერნეტი, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებდნენ. მაგრამ იმ კადრებმა, რაც ჩვენ ვნახეთ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ირანის ხალხი ძალიან ერთიანია. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, იმაზე თუ რა სურთ მოხდეს და ვის სურთ რომ უხელმძღვანელოს გარდამამავალ პერიოდს. და არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისი სახელიც ისმის ქუჩებში სკანდირებით. და ეს არის ტახტის მემკვიდრე რეზა ფეჰლავი. და გულწრფელად რომ ვთქვათ, აბსურდულია, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ დაუჭიროს მხარი რეზა ფეჰლავის, როცა სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. დელსი როდრიგესი არ არსებობს, კარგი? ეს ვენესუელა არ არის. რეჟიმის შიგნიდან გამოსავალი არ იქნება. და თუ კი მაინც იქნებოდა, ხალხი ამას არ მიიღებს. სრული ქაოსი იქნება, მანამ სანამ ეს რეჟიმი არ დაეცემა. ეს მართლაც ერთადერთი არჩევანია და მათ უნდა მიიღონ რეალობა. და თუ შეერთებული შტატები ამას არ დააკეთებს, მაშინ უკან დაიხიოს და მისცეს ისრაელს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. გულისხმობ, ყველაფერში გეთანხმები, რასაც ამბობ, თუ ეს ნამდვილად ისაა, რასაც ამერიკელები გეგმავენ. მაგრამ რატომღაც მინდა ტრამპს ეჭვის სარგებელი მივანიჭო, რადგან შოშანა განამან არ გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა გააკეთა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისლამური რესპუბლიკის მიმართ. ის ძალიან ნათლად ამბობს, რომ არ უნდა მათ ბირთვული იარაღი კონდეთ. ძალიან ნათლად ამბობს, რომ აპირებს, ანუ იცი ბევრი რამ უბრალოდ სიტყვებია, მაგრამ ამბობს, რომ გაგანადგურებთ. მან გუშინ და ბომბამდე თქვა, ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ომში დაუბრუნდებითო. თქვენი აზრით, შოშანა, უნდა მივცეთ ტრამპს მეტ ინდობის კრედიტი.
იცით, ეს ძალიან კარგი კითხვაა. თუმცა მგონია, რომ ერთსა და იმავეს ვხედავთ ისევ და ისევ. ვაპირებთ ჰამასის წინააღმდეგ წასვლას, დავარტყამთ ჰამას, გავანადგურებთ ჰამას. ჰამასი ისევ არსებობს. ვაპირებთ ჰეზბოლას წინააღმდეგ წასვლას, დავარტყამთ ჰეზბოლას, გავანადგურებთ ჰეზბოლას. ჰეზბოლა ისევ კლავს ადამიანებს ისრაელის ჩრდილოეთში, მათ არ შეუწყვეტიათ სროლა. ვაპირებთ ირანის წინააღმდეგ წასვლას, დავამხობთ მათ. მაგრამ არც ერთი ამ საკითხიდან არ დაგვიხურავს. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა, რატო ვაგრძელებთ? იგივე შეცდომის დაშვებას. დღის ბოლოს ისინი ყველა ირანის რეჟიმია? ხო ესე, ასე რომ თუ ამას ვაპირებთ, თუ ნამდვილად გვინდა ჰამასის მოშორება, თუ ნამდვილად გვინდა ჰეზბოლას მოშორება, ირანის რეჟიმიც უნდა დავასრულოთ. აი ესაა. ვიცი, რთულია და მგონია, რომ ამერიკელებისთვის ეს ძალიან რთულია პოლიტიკის გამო. ხო გესმით, რადგან ისინი ძალიან შორს არიან ამ ყველაფრისგან. მათზე ეს საერთოდ არ მოქმედებს. ამიტომ მათთვის ეს ასეა. უნდა დაჯდე და მინიმუმ 20 წუთი აუხსნა გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომ მიხვდნენ როგორ შეიძლება ეს შეეხოთ, სანამ ბენზინგასამართ სადგურზე არ იგრძნობენ ამას. მართლა არ ვიცი, ტრამპს მაინც უნდა მივცეთ ეჭვის საფუძველზე ნდობა, ბოლოს და ბოლოს. ის ამერიკის პრეზიდენტია. თუ მისი ხალხი წინააღმდეგია და ის ერთხელ და სამუდამოდ არ ასრულებს ამას ერთ ძლიერი დარტყმით, მართლა არ ვიცი რას აპირებს. რადგან ასე ყოველთვის ვერ მოიქცევი, ვერ წახვალ, დაბრუნდები, ისევ წახვალ და ისევ დაბრუნდები. ეს უბრალოდ სწორი მტერი არ არის ამისთვის. სინამდვილეში არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკურ დიალოგში. და არ ვიცი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველაფერში უნდა ჩაერიოს და ყოველთვის იყოს მსოფლიოს პოლიცია. მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენი დროის მესამე რაიხის წინააღმდეგ პოზიციის დაკავებას, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე მეტ ტერორისტულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი, ყველაზე მეტ მსხვერპლზე. მსხვერპლს ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე რომელიმე სხვა ერთეულს, მათ შორის ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომელთაგან ბევრი რეალურად მათ კონტროლქვეშაა. მე ვფიქრობ, რომ ეს ვალდებულებაა. ვფიქრობ, ეს ამერიკელ ხალხზე ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ისინი აცნობიერებენ. ჩვენ ნამდვილად რაღაც სახით უნდა აუხსნათ, რათა მათ გაიგონ, რადგან რეალური გავლენა ამჟამად არის ქვეგამომთხრელი მოქმედება. აბსოლუტურად. აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც ქვეყანას აქვს ეთიკური ვალდებულება იმოქმედოს ამ სიტუაციაში, იმის გამო, რასაც წარმოადგენს. და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გამძაფრდა იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გააკეთა მსგავსი კომენტარები, სწორედ ამას იყენებდა ის საბაბად, რომ თავიდანვე ჩართულიყო ამაში. დიახ. ირანელებს მოუწოდეთ და დარჩენილიყვნენ ქუჩაში. და ვფიქრობ, ამას პასუხისგებლობა ახლავს თან და ჩვენ უნდა ამისთვის პასუხი მოვთხოვოთ. და ასევე ვფიქრობ, რომ ის, რაც მან გააკეთა შეერთებული შტატებისთვის შეკავების პოლიტიკის დასაზიანებლად, უკიდურესად საშიშია. ის, რასაც ის ითმენს, ამერიკელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოში. პრეცედენტები, რომლებიც მან შექმნა, სრულიად მიუღებელია. შეიძლება ის კარგ პოლიციელს და ცუდ პოლიციელს თამაშობს. შეიძლება ასეცა, მაგრამ ამას თავისი შედეგები აქვს. არსებობს გაუთვალისწინებელი შედეგები და ეს ერთ-ერთი მათგანია. და ვფიქრობ, თუ არ მოხდება სერიოზული ცვლილება, რასაც ძალიან ვიმედოვნებ, სიამოვნებით ვიქნებოდი არასწორი, მაგრამ ჯერ ასეთი რამ არ მინახავს. და იცით, იგივე ვთქვი ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც. ან ცეცხლის შეწყვეტების როგორც გინდათ, აღარ ვიცი ამ სიტყვას რა მნიშვნელობა აქვს ახლა. მაგრამ რეალურად არაფერია შეცვლილი ამ განტოლებაში. ასე რომ ისე ველოდებით იმას, რაც ჯერ არ მოსულა ტრამპის ადმინისტრაციისგან. ამის მიუხედავად, მან ესეთი ხრიგი უკვე არაერთხელ გამოიყენა. და ჩვენ კრიტიკულად ვუყურებდით მანამ სანამ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა. შემდეგ კი ვფიქრობთ, რომ მან მტერი დააბნია. გუშინ მან ისრაელელ ჟურნალისტ ბარაკ რავიც აქსიოსთან ესაუბრა და უთხრა ბიბიმ შემდეგ ბიბის ესაუბრა. და როგორც ჩანს, ბიბის მისცა შესაძლებლობა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. არ ვიცით ეს შეზღუდულია თუ არა, არ ვიცით რამდენად. ჩემთვის და იცით იერუსალიმ პოსტში იყო სტატია დევიდ ვაინბერგის მიერ. შეიძლება შენ დამეთანხმები შოშანა, მე ვფიქრობდი, რომ ეკონომიკური დასუსტება და ტრამპის დროის წნეხი და გაჭიანურება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ტრამპმა გასულ კვირას ახალი პირობების მთელი სია გააგზავნა. 2 კვირის წინ ვიცით, რომ ზუმზარზე თუ რაც იყო, მან თქვა, რომ ყველამ უნდა შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს. ანუ მინდა ვკითხო, არის თუ არა ამ ქაოსში რაიმე მეთოდი. მინდა რომ ჯერ კიდევ მივცე ამ ადამიანს ნდობის კრედიტი, რომ ის მათთან თამაშობს ისე, როგორც ისინი 10 წლეულების განმავლობაში თამაშობდნენ სხვებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მის ქაოსსაც აქვს თავისი მეთოდი. არ ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ სრულად ქაოსურია. დარწმუნებული ვარ, მის სიგიჟეს თავისი მეთოდი აქვს.
ძალიან გზნობ, რომ თითქოს ორ აზრს შორის ვარ. ერთი მხრივ მჯერა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მეორე მხრივ კი მგონია, რომ ის უბრალოდ დილით იღვიძებს და ვითარდება. დიახ, ზრდასრული. მეც ასე ვგრძნობ. მართლა, თუ ინტერვიუში ნახავ, მეც ასე ვგრძნობ. მაგალითად, ზოგჯერ საერთოდ რა ხდება მის თავში და ამავე დროს ჩანს, რომ ის ძალიან სტრატეგიულია, გრძელვადიან პერსპექტივაში. ასე რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხდება და დანარჩენი მსოფლიო თითქმის სრულიად დუმს. მაგალითად, გაეროში არ მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხები და არც შეხვედრები ტარდება. ყველა თითქოს უბრალოდ ზის და ფიქრობს ალბათ ვნახავთ რა მოხდება, რაც ჩემთვის სრულიად გასაოცარია. თითქოს ეხლა მთელ მსოფლიოში მხოლოდ 3 მოთამაშეა მნიშვნელოვანი, თუმცა აშკარად ასე არ არის, ხომ ასეა? რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, კონგო, ყველაფერი ხდება. მაგრამ ერთადერთი რაც მთავარ ეკრანზე ხდება, ასე ვთქვათ, არის აზერბაიჯანი, ისრაელი და ირანი. და მაინც ყველა თითქოს უკან იხევს და შოუს უყურებს, სულ მცირე, საჯაროდ. ასე რომ ერთი მხრივ უბრალოდ არ ვიცი რა ხდება და მგონი ვნახავთ რა მოხდება. მეორე მხრივ კი მართლა ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კი არსებობს გეგმა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს არ ვეთანხმები, რასაც ის აკეთებს და არ ვეთანხმები იმ გზასაც, რომელსაც ის ირჩევს, მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში არსებობს გეგმა, რომლითაც ისინი ერთად მუშაობენ. ვფიქრობ, ისინი ერთად მუშაობენ. ჩემთვის არ არსებობს ის, რომ ის ამბობს რაღაცას, მაგალითად FUB bla bla bla. ვფიქრობ, ისინი 90%-ით ერთ აზრზე არიან. კარგი, თუნდაც ასე აკეთებდეს. ვფიქრობ, ეს შეიძლება სპექტაკლის ნაწილი იყოს, მაგრამ რაც რეალურია, არის ის ფაქტი, რომ ლიბანთან ასე წოდებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რაც ყველამ ვიცით, რომ სისულელეა, ამ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში 21 ჯარისკაცი დაგვეღუპა. იაფფასიანი დრონებისგან, ჩვენი ბიჭები და გოგონები იღუპებიან იაფფასიანი დრონებისგან, ასე წოდებულ ცეცხლის შეწყვეტაში. და ამ დროს მთელი პერიოდი ხელები გქონდა ზურგს უკან შეკრული, ჩრდილოეთ ისრაელის თემები კი ვერ დადიან სკოლაში, ვერ ფუნქციონირებენ, ვერ აღადგენენ თავიანთ ბიზნესებს. 2 წელიწადი და ნახევარი საშინელი ომის შემდეგ მათ სახლში დაბრუნებაც კი ვერ შეძლეს. და ეს ყველაფერი თავიდან დაიწყო იმიტომ, რომ ისრაელმა გადაწყვიტა ჰეზბოლას გულში, დაჰიაში და ბეირუთში შესვლა და თქვა, საკმარისია, მეტი აღარ შეიძლება. ჩვენი ბიჭები ვერ იქნებიან იოლის სამიზნეების საზღვარზე თქვენი ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებების გამო. და საინტერესო ის არის, რომ აონმა, ლიბანის პრეზიდენტმა, სულ 2 დღის წინ თქვა და შეიძლება ესეც დროის დამთხვევაა. სულ 2 დღის წინ თქვა, ჰეზბოლა არ არის ჩვენი ქვეყნის სუვერენი. ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ის სუვერენები. ირანის რევოლუციური გვარდიის корпуსი, ანუ ისინი არ ეთანხმებიან ამას. არ ამტკიცებენ ამ შეთანხმებას. რა მოხდა? ეს თქვენი ქვეყანა არ არის. ეს ჩვენი ქვეყანაა. ეს ჩვენი ვალდებულებაა. თქვენი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ჩარევა. მე სრულად უარყოფ ამ განცხადებას, რადგან ჩვენი ხალხი იღუპება, ჩვენი ხალხი ზიანდება, ჩვენი სახლები ნადგურდება. ისინი იყენებენ ლიბანს. როგორც სავაჭრო ბერგეთს. მათი მოლაპარაკებებისა შეერთებულ შტატებთან. ეს მიუღებელია. გონია, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული, ემილი. ხედავ ამას როგორც ფაქტს, რომ შესაძლოა ლიბანი ძალიან დაუახლოვდა ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ჰეზბოლასგან გაეთავისუფლებინა ქვეყანა. ეს ისლამური რესპუბლიკის მოქმედების სტილია, ხო იცი პირველი დღიდანვე. ანუ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ ხელი შეუწყოს 7 ოქტომბრის ორგანიზებას, იყო აბრაამის შეთანხმებებზე პასუხი. მათ სურდათ აქტიურად ხელი შეეშალათ მშვიდობას. ზუსტად ეს არის მათი მოქმედების სტილი. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამაში ეს ელემენტიც არის. და როცა კი რაიმე წინადადება ან პროგრესი არის მშვიდობის ან ნორმალიზაციისკენ რეგიონში, ისლამური რესპუბლიკა მაშინვე ცდილობს ამის ჩაშლას. ასე რომ დარწმუნებული ვარ ამაში ეს ელემენტიც არის. მაგრამ ისინი ცდილობენ დააკავშირონ ფრონტი ჰეზბოლასთან თავიანთ კონფლიქტებთან. იცით, მას შემდეგ რაც დაიწყო საუბრები მოლაპარაკებების თემა, საერთოდ წამოიჭრა. და ესეც, ფიქრობ, სტრატეგიული შეცდომაა იმ მხრივ, თუ როგორ ჩამოაყალიბა ეს ტრამპის ადმინისტრაციამ და რა დაუშვეს, რომ საზოგადოებას დაეჯერებინა, თუნდაც კულისებში ყველაფერი სხვანაირად იყოს. ის გზა, რომლითაც ტრამპმა მისცა საშუალება ისლამურ რესპუბლიკას ისე წარმოეჩინა თავი, თითქოს მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის სახელით გადაწყვეტილებების მიღება,
რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ, ისლამური რეჟიმის მიერ არის ოკუპირებული, ეს ნამდვილად სამარცხვინოა. ეს არ არის ის, რასაც ამერიკის პრეზიდენტები უნდა აძლევდნენ უფლებას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად ესვრის აშშ-ის უდიდეს მოკავშირეს, განსაკუთრებით ამ რეგიონში. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან უპასუხისმგებლოა ის გზა, რომლითაც ტრამპმა ამ საკითხს მიუდგა. სულ მცირე იმაში თუ როგორ ჩამოაყალიბა ეს პრობლემა. და არ ვფიქრობ, რომ ვინმე უნდა მისცეს ისლამურ რესპუბლიკას რაიმე შეღავათი ან თავისუფალი ხისუფალი ხელი. როდესაც საქმე ეხება სხვა უცხო ქვეყნების საქმეებში ჩარევას, ძალიან გამიხარდა, რომ ლიბანის პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი. ვიმედოვნოთ, რომ ეს ასე გაგრძელდება. გულისხმობ, ვიცი, რომ ლიბანი ფაქტობრივად ჩამოშრილი სახელმწიფოა ისლამური რესპუბლიკის გამო, მაგრამ იმედი მაქვს აქ რაღაცის აღდგენას შევძლებთ. და სულ მცირე, ეს მოლაპარაკებები შეიძლება ნაყოფიერი იყოს. თადლან ვფიქრობ, რომ ლიბანს მომავალი აქვს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჰეზბოლას აღმოფხრა. ზუსტად და ვგულისხმობ, ჩვენ არასდროს ქონია ტერიტორიული დავა ლიბანთან. ეს არის ის, რასაც ხალხი ვერ ხვდება. ყველაფერი იდეოლოგიაზეა. ჯერ პალესტინელი ლიდერები გადავიდნენ იქ. და შემდეგ, როცა იქიდან გააძევეს ან დაიშალნენ და სამწუხაროდ აქ დაბრუნდნენ, შემდეგ ჰეზბოლა დაიწყო. მაგრამ ლილი, რას გრძნობ შენ და ირანული საზოგადოება, როცა ისმენთ, რომ ტრამპმა სულ რამდენიმე დღის წინ თქვა, კი, მე შევხვდები მოშეთ აბარს, შევხვდები მას, მე ვესაუბრე ჰეზბოლას, გჯერათ მისი. თუ ფიქრობთ, იცით სად უშვებს ის შეცდომას? არა, გულწრფელად რა ვთქვა, ვფიქრობ, ეს ძირითადად მისი პირადი მიზეზების გამო გართობის სურვილია. გულისხმობ. თუ ის კაცია, რომელსაც რეალურად აქვს საკმარისი ძალა მსოფლიოში, რომ გადაწყვიტოს რა მოხდება სად და თუ მას სჭირდება იცინოს, მაშინ როცა ჩვენ ყველანი ტანჯვაში და გაურკვევლობაში ვარას, ის ამას გააკეთებს. მივცეთ უფლება. ეს საშიში მხარე. სულ მცირე, ეს ამ ძლიერი კაცისთვის ერთგვარი განმუხტვაა, რომელიც მხოლოდ სიტყვებით არის საშიში. მაგრამ მოქმედებაში მოძრაობა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაგრძელდა. ის არ შეჩერებულა. დაბომბვის კამპანია და ყველა მოძრაობა სპარსეთის ყურეში არ შეჩერებულა. ყველა ზეწოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ არ შეჩერებულა. რეალის ღირებულება 1/10-ითაც კი არს გაზრდილა, ხომ ასეა? არა. ამიტომ ეს რეჟიმი ბევრად უარეს მდგომარეობაშია ხამენეის სიკვდილამდე, ვიდრე იყო. ასე რომ ყოველი გასული დღე ისინი სულ უფრო და უფრო სუსტდებიან იმ დონემდე, რომ ისინი მაშინ როცა ირანის ხალხს არ აქვს პური, არ აქვს ზეთი, არ აქვს ყველაზე აუცილებელი საჭიროებები რომ გადარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მიწაზე პლანეტაზე, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში მსოფლიოში. მსოფლიოში ისინი ცხოვრობენ აბსოლუტურ იძულებით სიღარიბეში. მაშინ როცა ცხოვრობენ სასახლესავით, მდიდრულ სახლებში, ხალხს არ აქვს საჭმელი. მათ ელექტროენერგიას მუდმივად უთიშავენ, დღეში მრავალი საათით. და შემდეგ ეს რეჟიმი მიდის და იცავს და ცდილობს შური იძიოს ჰეზბოლას წევრების სიკვდილისთვის, რომლებიც დაიღუპნენ. მათ 48 საათში 100,000 ირანელი გააქრეს. ყოველ ჯერზე, როცა რეჟიმის წევრი ქრება, ირანელი ხალხი ამას ზეიმობს. ირანელი ხალხი ხარობს. სხვა სიტყვებით ვერ იტყვი. ვიზიარებ თქვენს ოპტიმიზმს, რომ ადრე თუ გვიან მოძრაობა დაიწყო რეჟიმის მოსაშორებლად. ვიზიარებ ამ ოპტიმიზმს. და ყოველთვის მithქვამს, რომ ეს შეიძლება იყოს 2 თვე, შეიძლება იყოს 6 თვე, შეიძლება იყოს 1 წელი, შეიძლება იყოს 2 წელი, მაგრამ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ან შეიძლება მეტიც გაგრძელდეს. მაგრამ ეს პროცესი უკვე დაწყებულია ძირითადად ეს. ძალიან დამთრგუნველია იმის გაფიქრებაც კი, რომ კიდევ მეტი ადამიანი იღუპება აქაც და ირანშიც განსაკუთრებით. მაგრამ გონი ეს არის რაც გვაქვს. და თუ ნაძივლებზე ვსაუბრობთ, გადავიდეთ ჩვენს ყველაზე საყვარელზე. და ყოველ კვირას უფრო და უფრო მეტი გვყავს კვირის ნაძირალა. მას შოშანა დავიწყოთ შენით. ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? ჩემი ნაძირალა ამ კვირაში გასაკვირი არ იქნება, რომ ისევ მეინსტრიმ მედიას ვაკრიტიკებ. ხო, მაგრამ ეს არის CNN და იზაბელ იანგი. არ მჯერა. ის ამბობს, ვიდეოში ჩნდება და ამბობს, ჰეზბოლას მებრძოლები ძალიან ჩაკეტილები არიან, მაგრამ ჩვენ შევძელით და მივიღეთ ინტერვიუ მასთან შორეულ ადგილას.
და ის ლიბანის მინდვრებში მანქანით დადის, მოკლედ. ესაუბრება ამ ბიჭს, რომელიც თუ საერთოდ ალბათ 20-ის რაღაცეებშია, ის მთლიანად დაფარულია, აშკარად. და ეკითხება, როგორ გძნობ თავს, როცა ხედავ, როგორ კვდებიან შენი მეგობრები. ბევრი მებრძოლის სიკვდილი გინახავს. ეს რას გაგრძნობინებს? هذا الشيء فخر إلنا استشهد هاي احنا الشهيدة نفتخر فيها احنا هيدي عقيدة ماشيين عليها ونحن عم نودي فيها على الله ფიქრობთ, რომ ისრაელისა და ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა ლიბანს უფრო უსაფრთხოს გახდის. გულისხმობ, ეს ხო ლიბანელ ხალხს უფრო დიდ საფრთხეში აგდებს, რადგან იციან, რომ ისრაელელები საპასუხოდ რას გამოიყენებენ. ხო, რა? ხო, მოგყავს კაცი, რომელიც ტერორისტია და არ ეკითხები მას, რატომ მიიტანე იერიში 8 ოქტომბერს. არ ეკითხები, რატომ ანგრევ ლიბანს. არ ეკითხები, რომ ჰეზბოლა აქ რო არ იყოს. ლიბანელებს და ისრაელს მშვიდობა ექნებოდათ. არა, შენ ეკითხები, რას გრძნობს, როცა მისი მეგობრები კვდებიან. და ის ამბობს, ჰეზბოლას გარეშე ლიბანში მშვიდობა არ იქნებოდა და ავრცელებს ამ სისულელეს. ის ოდნავ მაინც ეწინააღმდეგება. ის ამბობს, ხო იცი რას უპასუხებ იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ შენ ხარ მიზეზი, რატომაც მშვიდობა არ არის. ეს სიმართლე არ არის. კარგი. როგორ შეიძლება ჟურნალისტი გერქვას, ადამიანი, რომელმაც ამ კვირაში დონალდ ტრამპი გამოიკითხა, იმდენად შეუპასუხა მას, რომ ტრამპმა ადგა და წავიდა. მაგრამ როგორ ახერხებ ლიბანელ ტერორისტთან საუბრის მოწყობას და უბრალოდ მისთვის პლატფორმის მიცემას, რომ თქვას, ან ვხვდებით, ან მარცხდებით. მას საერთოდ არ აინტერესებს. ეს საუკეთესო ნაწილია. ისინი ცდილობენ ჩვენი მიწის წართმევას. ის არაფერს ამბობს. რომელი მიწა გაქვთ? რომელი მიწა? აიღეთ თქვენი მიწა. ისინი თქვენს მიწაზე არ იყვნენ ოქტომბრის მე-7-მდე, მე-8-მდე და თქვენ რა ის სიტყვასაც არ ამბობს. ის უბრალოდ თითქოს ზღაპრებს გიყვებათ და ეს არის პლატფორმა ამისთვის. ასე რომ ვფიქრობ კიდევ რამდენად დაბლა შეიძლება დაეშვან? ფსკერი არ აქვს. ფსკერი არ ჩანს და ფსკერი არ აქვს მთავარ მედიასაც. ისინი უბრალოდ აგრძელებენ. სრულიად მართალი ხარ. მათ ეს ყველაფერი თითქმის მიმზიდველად წარმოაჩინეს, თითქოს სექსუალურია იყო ჰეზბოლას ტერორისტი. მე ირანში მივდივარ. ნახე თუ არა მთავარი მედიის წარმომადგენლები ირანში. შეხედე კაფეებს, შეხედე ხალხს ქუჩაში. ის ბიჭი მეოთხე არხიდან კრიშნა, რომელთანაც არაერთხელ მქონია დებატები. შეხედე კაფეებს, სავსეა ხალხით, რომლებიც ეჭობენ იმაში, რაც ხდება. ეს გულთრფელად რო თქვა არის პროპაგანდა. ჩვენ გებელსისა და ჰიტლერის დროში ვართ. ყველა ტერორისტებს წარმოაჩენს როგორც ბრწყინვალე გმირებს. ეს სამარცხვინოა. სამარცხვინო. ეს აბსურდია. თითქოს ის მიდის ვიღაცასთან შესახვედრად, ვისაც ყოველთვის აღფრთოვანებით უყურებდა და სურს მისი მოსმენა. დიახ. და მათ ეს გაუშვეს ეთერში, ხო ასეა? ანუ ერთი რამეა თუ ის წავიდა და ეს გააკეთა, მაგრამ ვინმე CNN-ში უნდა ეთქვა, იცით, მე არ ფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა უყურებდეთ. ან იქნებ კიდევ რამე უნდა თქვა დამატებით. არაფერი. უბრალოდ პლატფორმას აძლევენ. დიახ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ქრისტიანი ამამპური იგივე აკეთებდა ხელმძღვანელობასთან. კლავაც ისე წარმოაჩენენ, თითქოს ისინი არიან მსხვერპლები და გმირები. ამ ადამიანებისთვის სიტყვებიც კი არ გმარა. კარგი ემილი, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? ჩემი ნაძირალა კი სიმართლე რო ვთქვა, ბევრი სხვადასხვა დემოკრატი კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემს გადაცემაში Access of Truth-ზე ამ კვირაში. მაგრამ ის ერთი ნაძირალა, რომელიც ამ სეგმენტისთვის ავარჩიე, არის დოქტორი ადამ ჰამავი. ის ეხო დემოკრატიული პარტიის კანდიდატია კონგრესში. ეს კონგრესია თუ სენატი. ორიდან ერთ-ერთი. ორივე ცუდია. ორივე ვარიანტი ცუდიან. და ახლა ის ნიუ-ჯერსიში საყოველთაო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. გონია, რომ ეს კონგრესის ადგილია. და ეს ბიჭი ნამდვილი პრობლემაა. ის იყო ყოფილი ახლო მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი ბრმა შეიხის, რომელიც მოგვიანებით გაასამართლეს 1993 წლის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებაში მონაწილეობისთვის. ისიც ადამ ჰამავი, უნდა ვთქვა, არა ბრმა შეიხი, ისიც გამოდიოდა მოწმედ ბრმა შეიხის სასამართლო პროცესზე, ბრმა შეიხის სასარგებლოდ. ხო და, ესეც ასეა. ამის გარდა მან ბოსნიაში იმოგზაურა, როდესაც იქ გენოციდი მიმდინარეობდა. ბოსნიაში წავიდა და მოხალისე ჩაერთო ბრძოლაში, ან ფორმალურად მონაწილეობდა იმაში, რაც ფაქტობრივად ალ-ქაიდას განშტოება იყო. შემდეგ ის დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, ცოტა ხანს იმუშავა და მხოლოდ 2024 წელს
დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, იყო ღაზაში, სადაც ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხალისე ექიმად მუშაობდა. სადაც რა თქმა უნდა არაფერს საეჭვოს არ შეესწრო. სრულიად არაფერი. რა თქმა უნდა, მას არასდროს უნახავს ჰამასის ტერორისტების შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმ საავადმყოფოში მუშაობდა, რომლის ქვეშაც მუჰამად სინვარი იმალებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა ვივიწყვნოთ, რომ მან არასდროს არაფერი შეამჩნია, არა? მან ასევე მოითხოვა იარაღის ემბარგო ისრაელის წინააღმდეგ. ისე წინააღმდეგებოდა Iron Dome-ის დაფინანსებას ისრაელისთვის, რაც რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, მხოლოდ თავდაცვითია. ფაქტობრივად ამ ადამიანს უბრალოდ უნდა რომ მეტი ებრაელი მოგდეს, რაც გასაკვირი არ არის. სამწუხაროდ ეს როგორც ჩანს დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ახალი პოზიციაა შეერთებულ შტატებში. იმედია ისინი რაღაცას გააკეთებენ, რომ ამ ნარატივს მოშორდნენ, რადგან ახლა ეს სწორი მიმართულებით არ მიდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ამ კვირის უსინდისო ადამიანი არის დოქტორი ჰამავი. მე ვფიქრობ, რომ ის მთლიანად უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რადგან ვერ წარმოვიდგენ, რომ ასეთი ადამიანი, რომელიც ღიად უჭერს მხარს ტერორიზმს და თავად ტერორისტებთან არის დაკავშირებული, კონგრესში მსახურობდეს. ეს სიგიჟეა, სიგიჟე, იჟე. სრული სიგიჟეა და ზუსტად იმავე დონეზეა, როგორც ბიჭი ნაცისტური ტატუთი და ქალების მოძალადე, რომელიც ასევე დემოკრატების სახელით იხრის კენჭს. ისე ჩანს, თითქოს ნაცისტებმა დემოკრატიული პარტია ჩაიგდეს ხელში. ეს ძალიან დამთრგუნველია. ეს აბსურდია. ვიცი, რომ დემოკრატებში კარგი ხალხიც არის, მაგრამ ისინი საკუთარ პარტიას კარგავენ. ანუ ვიცით, რომ რესპუბლიკელებშიც არის ანტისემიტიზმი, მაგრამ ისინი მაინც ებრძვიან ამას. ისინი ებრძვიან ამას. მგონია, რომ დემოკრატებმა უბრალოდ ხელი ჩაიგდეს. დიახ, ძალიან საშიშია რაც ხდება. ანუ როგორც ვიცით, მემარჯვენეებშიც არიან გიჟები, ორივე მხარეს არაკლია შეშლილები, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები, ანუ DSA, მიზან მიმართულად წარადგენენ და აყენებენ, ექსტრემისტები არიან. ანუ ისინი ადრე მარგინალები იყვნენ და ეხლა სრულიად იფრობენ იმ დემოკრატებს, რომლებსაც სინამდვილეში უყვართ ამერიკა და შეიძლება რესპუბლიკელებს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ უნდათ შეასწორონ და გააუმჯობესონ შეერთებული შტატები. ეს ადამიანები ამას არ ისურვებენ. ჰამანის მსგავსი ადამიანები, ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ამერიკის გაუმჯობესება სურთ. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ამერიკის განადგურება უნდათ. და მათ უბრალოდ ნორმად აქციეს თავიანთი ანტისემიტიზმიც. ფანტასტიკური ნაძირალა. ვიმედოვნოთ, რომ წააგებს, ღმერთმა გვიშველოს. ლილი, ვინ არის შენი ნაძირალა ამ კვირაში? მზად ხარ? დიდ ბრიტანეთში მწვანეთა პარტიის ლიდერია ზახ პულინსკი. ჩვენ გძულსის. გაიმეორე. ის მაგიჟებს. ეს კაცი გეი კომუნისტია. ეს ისეთი პარადოქსულია. ეგაი ხამეში მას არ იცის. ეს ასეა. ხომეინიმ წამოიწყო ტრანსპაქტის ომი იმიტომ, რომ უნდოდა ყოფილიყო გეი, მაგრამ მხოლოდ ტრანსთან ერთად. რათა ეს მუსლიმური ყოფილიყო. კარგი, როგორც ჩანს. ასე რომ ირანში თუ გეი მამაკაცს წაასწრებენ, ერთ-ერთმა მათგანმა უნდა აირჩიოს სქესის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს სიკვდილით დასჯა ემუქრება და შემდეგ ისინი დაქორწინდებიან. ასე რომ ახლა დაიმახსოვრეთ. ზაკ პოლინსკი ბოლო 6 თვის განმავლობაში დარწმუნდა, რომ ლონდონში არაერთი კამპანიის სათავეში იდგა, სადაც ისლამური რესპუბლიკის დროშა ყველგან დიდებულად ფრიალებდა. ვინ იხდის ამისთვის მაინტერესებს? და ის იყო მთავარი ყველაზე დიდი სახელი Hope Not Hate-ში, რომელიც არის ეს პარტია ან მოძრაობა ღია საზღვრებისთვის. თუმცა მას სურს შეზღუდოს იმიგრაცია ყველა ბრიტანელი მოქალაქისთვის, ვინც ოდესმე ეძვია ისრაელს ან რაიმე სიმპათია აქვს ისრაელის მიმართ. ციონისტები უნდა შეიზღუდონ. მას გონია, რომ ის ისლამურ რესპუბლიკაშია. მართლა ეს სირცხვილია და ის ბრიტანეთის საპარლამენტო პარტიის ლიდერია. სამწუხაროა. მაგრამ იცი, სუმცირე, ჩვენ აქ ვართ, რომ ამას უთხრათ სახელი. დიახ, მაგრამ იცი რა, ის მხოლოდ გეი არ არის, ის ებრაელია ლილი და მან მთლიანად ზურგი აქცია თავის ოჯახს, თავის საზოგადოებას. ის 2 დღის წინ ნახეს მაისურით, რომელზეც ეწერა თავისუფლება მარვან ბარგუტის, რომელიც მკვლელი და ტერორისტია. ის ებრაელია, რომელმაც ზურგი აქცია საკუთარ ხალხს. და ერთ დღეს მას ან ისლამისტები გააგდებენ, ან საზოგადოება ვერ მისცემს ხმას, ან ანტისემიტები, ღმერთო ჩემო, ხო, ზაკ პოლანსკიზე ცუდის თქმა არასდროს იქნება საკმარისი ლილი.
გულისხმობ, ის წარუმატებელი მსახიობია, წარუმატებელი ჰიპნოტიზიორი, სრული წარუმატებელია, ვერ იცვამს ბაგს ბანის ან გუფის გავს და ამ ყველაფერთან ერთად თვითონვე ზუსტ თავისი ებრაელობა. ასე რომ ის ფანტასტიკური ნაძირალა მეორედაც. და ვარაუდობ, სანამ ისლამისტები არ გამოაგდებენ, მანამდე გააგრძელებს ჩვენი კვირის ნაძირალას რუბრიკაში ყოფნას. კარგი, ეხლა ჩემი კვირის ნაძირალა წარმოადგენს ადამიანთა კლასს, რომელსაც ეწოდება წარუმატებელი მემარცხენე ექსტრემისტი ისრაელი აკადემიკოსები, რომლებიც ტოვებენ ისრაელს, რადგან აქ ვერ მიიღეს მუდმივი თანამდებობა. რადგან, ხომ იცით, ჩვენ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გვყავს, ამიტომ დიდი კონკურენციაა და რასაც ისინი აკეთებენ, არის ის, რომ მიდიან ამ უნივერსიტეტებში, მსოფლიოს მასშტაბით. და რა თქმა უნდა, ასე წოდებულ გაღვიძებულ უნივერსიტეტებს ყველაზე მეტად უყვართ ისრაელის მოქალაქეების დასაქმება და მათთვის მუდმივი თანამდებობის მინიჭება, რომლებიც ანტიისრაელურ სისულელეებს ლაპარაკობენ. და მერე ამბობენ, მაგრამ ის ხომ ისრაელელია. ალან დერშოვიცი ამაზე ნამდვილად საუბრობს, როგორ არსებობს მთელი კლასი ასეთი ისრაელი აკადემიკოსებისა, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ თითქოს წარმოადგენენ იმას, რაც აქ ხდება და ისინი არ წარმოადგენენ არავის, გარდა საკუთარი თავის მოძულე საკუთარი თავისა. და ისინი ვერ დაბრუნდებიან ქვეყანაში, რადგან აქ არავინ ესაუბრება მათ. ამ პერსონაჟთაგან ერთ-ერთი შაიელ ბენ ეფრაიმია. და მე უარს ვამბობ, მიუხვე ამ სიძულვილის გამავრცელებლებს. მაგრამ ის მაინც სულ ჩნდება ჩემს ექსზე და ყოველ ჯერზე როცა ვკითხულობ მას, გული მერევა, რადგან საკუთარ თავს ყოფილ დიპლომატს უწოდებს. არ ვიცი ვინ ასაქმებდა მას, არ მგონია ეს სიმართლე იყოს. ის რაღაც აკადემიკოსია, ძირითადად კი წარუმატებელია, მაგრამ ხო იცით გოგოებო, მე მიყვარს ნაძირალა ბედნიერი დასასრულით. და მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი იუდეველ ხალხსა და ისრაელზე შხამს აფქვევს, მე მაინც უთროლავ მას და ვეუბნები, შენ იუდეველი არ ხარ, წადი აქედან, მე გამოგაგდე კარვიდან. მიყვარს მისი ბოლო თვიტი, რადგან ის უბრალოდ აჩვენებს, რამდენად უცოდინარია ის ანტისემიტიზმის ნამდვილი არსის შესახებ. როგორც ისრაელელს, მას არ ესმის ანტისემიტიზმის წინააღმდეგობა. ასე რომ ეს არის ბედნიერი დასასრული ამ ნაძირალასთვის. მე დავთმე მეგობრები, ოჯახი, საზოგადოება და ძალიან შესაძლებელია, რომ ჩემი სახლისკენ დაბრუნების შესაძლებლობაც კი, რათა პალესტინელები დამეცვა ისრაელის წინააღმდეგ. არ ინერვიულო შაიელ, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ სახლში აღარ დაბრუნდე. 1000-ობით დოლარი ჩემი ფულიდან დავხარჯე და კიდევ უფრო მეტი შევაგროვე ღაზისთვის. დიახ, ის ჰამას გადაეცა. და აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მძაფრად მათგან ვიღებ თავდასხმებს, ვინც პალესტინის მხარდამჭერები უნდა იყვნენ. შაიელი, ეხლა ხვდები, რომ მათ იმიტომ ზულ ხარ, რომ ებრაელი ხარ. კარგი, გავაგრძელოთ. შენ ნამდვილად აჩვენებ მაგალითს, რომელსაც არავინ უნდა მიხვეს. არა, არ უნდა მიხვნე შაიელი, იმიტომ რომ სულელი ხარ. თორე ისინი საშინელ ფასს გადაიხდიან და სრულიად იზოლირებულები იქნებიან. შაიელი, შენ ისედაც ასეთი იყავი, იმიტომ რომ წარუმატებელი ხარ. არ ვნანობ იმ არჩევანს, რაც გავაკეთე. შენ კიდევ უფრო დიდი სულელი ხარ, ვიდრე მეგონა. ეს სწორი არჩევანი იყო. არა, არ იყო სულელო, მაგრამ ძვირი დამიჯდა. ხო. ბრავო შენს ბედნიერ დასასრულს. შენ იდიოტი ხარ, თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რას ნიშნავს ანტისემიტიზმი. თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომ არ არსებობს სწორი ტიპის ებრაელი, თუ ისევ ცდილობ თავი მოაწონო საზოგადოებას, რომელიც გძულს იმის გამო, ვინც ხარ. შაიელ ბენ ეფრაიმ, ვინც არ უნდა იყო, ნაძირალა ხარ, წარუმატებელი და კვირის იდიოტი. კარგი. სხვათა შორის, შაიელი უკვე აღარ არის აკადემიკოსი. ის გაათავისუფლეს UCLA-დან სექსუალური შევითროების გამო. იყო. საკმაოდ ბევრი ბრალდება იყო. ფანტასტიკურად. ასე რომ თვითმოძულე ასევე ქალთა მოძალადეა, როგორც ის ბიჭი ნაცისტური ტატუთი. ყოველთვის არის მისოგინია ჩართული. საოცარია, როგორ არის ყოველთვის მისოგინია ამ ადამიანებთან. ის მოძალადეა. ხოლოდ ეს კი არ ასე რომ ისიც იყო ის, ვისაც ევრომედ მონიტორი ამტკიცებდა, რომ იყო წყარო. ინფორმაცია. დიახ, მათ არაფერი იციან. ის რამდენი ხანია ისრაელში არ ყოფილა. ეს აბსურდია. დიახ, შაიელი იყო ძალიან სანდო ძირითადი წყარო New York Times-ის ძაღლის გაუპატიურების სტატიისთვის. ასევე ევრომედისთვის, რომელსაც აფინანსებენ ყველა ისლამისტი. ასე რომ დიახ, ესეთი ადამიანია ის, მაგრამ მე უბრალოდ მიხარია, რომ ყველა ზულს, მათ შორის ის მხარეც, რომელზეც თითქოს უნდა იყოს.
ეს აჩვენებს, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენოს, ხო? იმიტომ რომ ეს ერთი ადამიანი ხდება წყარო რამდენიმე ადგილისთვის. დიახ, და ყველა ვისაც სურს აჩვენოს რამდენად ცუდია ისრაელი, ყოველთვის ამ ადამიანს დაესხმება თავს. რა თქმა უნდა, ვინმე, ვისაც აქვს ეგო, ვისაც აქვს მისწრაფება, ვისაც აქვს სურვილი ითამაშოს, ან გამოიყენოს თავისი, იცით, იუდაიზმი ან თავისი ისრაელურობა იმისთვის, რომ გახდეს ცნობილი, შეუძლია უზარმაზარი ზიანი მიაყენოს, რაც პრობლემა. ჩვენნაირი ადამიანებისთვის, ვინც, იცით, არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ესეთი დიდი ზიანის მოტანა, მაგრამ მსოფლიო ამას ეძებს. მაგრამ შენ არ გულისხმობ ადამიანი, შენ არ ხარ The New York Times. ხო, მაგრამ უფრო მეტიც. ერთი ბიჭისგან, რომელიც წარუმატებელია და უნდა რაღაცის მიღწევა. მაგრამ სამწუხაროდ, ჩოშანა, ის ერთი ბიჭი არ არის. ასეთი ისრაელი აკადემიკოსები უამრავნი არიან. ეხლა ის სამარცხვინო აკადემიკოსია და უნივერსიტეტიდანაც გამოაგდეს ღმერთს მადლობა. და ეხლა თავისი პრო-პალესტინელი მეგობრებიც დაკარგა, რაც კიდევ უკეთესია. მაგრამ უამრავი ისრაელი წარუმატებელი აკადემიკოსია, ვინც აქ სამსახური ვერ იშოვა და ამერიკაში წავიდა. და ანტი-სიონისტურმა, ანტი-ისრაელურმა ებრაული კვლევების, ისრაელის კვლევების ან ახლო აღმოსავლეთის კვლევების დეპარტამენტმა მათ სამსახური მისცა. იმიტომ ვინც არიან თვითსიძულვილით სავსე ისრაელები. ეს ყველგან ხდება. მახსოვს ერთხელ ამერიკაში დიდ ორგანიზაციაში ვიჯექი, რომელიც ანტისემიტიზმს ებძვის და პირველი რაც მითხრეს, როცა დავჯექი იყო, შეგიძლია რამე გააკეთო, რომ ეს ისრაელი აკადემიკოსები უკან დააბრუნო, იმიტომ რომ ისინი უზარმაზარ ზიანს აყენებენ და ეს მაგალითია. როგორც არ უნდა იყოს, რას გააკეთებ? მოდი ამ ძალიან რთულ დღესა და რთულ კვირაში ცოტა უფრო პოზიტიური განწყობით ავივსოთ და ჩვენს გმირებზე ვილაპარაკოთ. და ისინი ყოველთვის ბევრნი არიან. კარგი, ლილი, მოდი შენიც დავიწყოთ. ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? ეს არ მინდა კლიშე გამომივიდეს, მაგრამ ეს ირანის ხალხია. იმ ყველა ტკივილისა და სისხლისღვრის მიუხედავად, რასაც ისინი ხედავენ. 10,000-ობით ადამიანის დაკრძალვა გამართეს და ჩვენი გმირების საფლავზე იცეკვეს. ირანელი დედების ჩუმი ცრემლებისთვის. და ირანისთვის, ისრაელელი დედებისთვის, რომლებიც ორსულად იყვნენ, იღებდნენ ვიდეოებს, თავშესაფრებში გარბოდნენ და ამბობდნენ, რომ მზად არიან თქვენთვის იგიყვნენ. ამიტომ ჩვენი ერების დედებისთვის ისინი ჩემი გმირები არიან. ეს მართლაც ლამაზია, ლილი, და ისინი მართლაც საოცრად გამძლეები არიან. მათ უნდათ გამძლე ადამიანებზე საუბარი. ირანელები არ ნებდებიან თავიანთი თავისუფლების დაბრუნებაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ მათ ამაში. ემილი, ვინ არის შენი გმირი ამ კვირაში? მიხوارხარ. ბიჭო, ასე რომ ჩემი გმირი ამ კვირაში არის ადამიანი, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ და მე ავირჩევ ლიბანის პრეზიდენტს, პრეზიდენტ აუნს. ფიქრობ, მასზე უზარმაზარი ზეწოლა და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვეთანხმები ყველაფერს, რაც მან ისრაელზე თქვა, ის თუ როგორ დადგა ფეხზე ისე როგორც წინა ადმინისტრაციებს არ შეეძლოთ, ძალიან მამაცურია. რაც უფრო მეც აკეთებს ამას, მით უფრო მეტად რისკავს საკუთარ სიცოცხლეს. ჩვენ ვიცით, რომ ჰეზბოლამ ლიბანელი ოფიციალური პირები, ლიბანის ლიდერები, სახელმწიფოს წარმომადგენლები მოკლა წარსულშიც კი. ასე რომ ის, რასაც ის აკეთებს, ძალიან სერიოზული რისკია და ფიქრობას დასაფასებელია. და ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ის ღიად აკრიტიკებს ისლამურ რესპუბლიკას იმისთვის, რომ მუდმივად ცდილობს ჩაერიოს და დაარღვიოს ლიბანის სახელმწიფოს სტაბილურობა, სწორედ ის არის, რაც საჭიროა. ეს ასევე საჭიროა, როგორც რეალობის შემოწმება დასავლეთისთვის. ხალხს არ ესმის, რომ სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში არსებობს საკმაოდ დიდი კონსენსუსი ისრაელს, არაბულ ქვეყნებსა და თვით ირანის ხალხსაც შორის, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ სიტუაციებიდან ზოგიერთი. და დასავლეთს თითქოს თავისი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა გაუმკვალდეს ამას. და ეს ჩვეულებრივ გულისხმობს დათმობებს, მოლაპარაკებებს და რაიმე სახის შემრიგებლობას, რისთვისაც შეიძლება იყოს დრო და ადგილი, მაგრამ ეს ახლა არ არის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში. და მით უმეტეს არა ჰეზბოლასთან ურთიერთობისას. ასე რომ ლიბანის პრეზიდენტი ამ კვირაში ჩემი გმირია. ვეთანხმები შენ, ემილი, ის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშა საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს და მომწონს, როგორც თქვა, იცი, ყასემი ლიბანის მართველი არ არის. მან ეს უკვე პირად დონეზეც გადაიყვანა და თქვა და აღნიშნა, რომ თქვენ არ ხართ ჩვენი ქვეყნის სუვერენები. იცი, ფაქტობრივად ის მათ ოკუპანტებად მოიხსენიებს. გონია ეს პირველად მოვისმინე ლიბანის მთავრობის ხელმძღვანელისგან. ასე რომ ფიქრობ ის მზადა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები მათთან. ჩვენ შორის ტერიტორიული კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს, მათ უბრალოდ უნდა მოიშორონ ეს შხამი თავიანთ ქვეყანაში და ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა თუ კი თეირანშიც მოვიშორებდით ამ შხამს. მაგრამ აი ასეა.
იცი ეს ძალიან სასაცილოა ჩემთვის. მესმის და ვხედავ ბევრ ანტიისრაელურ ხმას, რომლებიც ლიბანზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისრაელს უბრალოდ ყველა ქვეყანასთან ომი უნდა. BH-ს უბრალოდ ომი უნდა. და ისინი ამბობენ, რომ დიდი ისრაელი უნდათ. და მე ვამბობ, მართლა? სად არის დიდი ისრაელი? ლიბანში. რა ტერიტორიისთვის ვიბრძვით ლიბანში? ზუსტად რას გულისხმობთ? ხო, ეს აბსოლუტურად უაზრობა. ტერიტორიული დავა არ არსებობს. და ასევე მე ვფიქრობ, რომ ეხლა ხან წავიკითხე, რომ ლიბანელების 82%-ს სინამდვილეში სურს მშვიდობა ისრაელთან. მგონი ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოქვეყნდა, რომ გამოკითხვა ჩატარდა და უმეტესობას ჩვენთან პრობლემა არ აქვს. მათ უბრალოდ სურთ მშვიდი ცხოვრება. ლიბანელებსაც ისევე უყვართ კარგი ცხოვრება, როგორც ისრაელელებს. სურთ გარეთ გასვლა, გართობა, ოჯახთან ყოფნა. აი ესე. როგორც არ უნდა იყოს, ღირსეულო გმირო, შოშანა, ვინ არის შენი გმირი? ჩემი გმირი ამ კვირაში. ჩვენ არ ვიცით მისი სახელი, რადგან ის არ ქვეყნდება. იმიტომ რომ ის არის პირველი ქალი, რომელმაც გაიარა საიერეთ მატკალის კურსი, ეს კი ისრაელის თავდაცვის ძალების ელიტური საბრძოლო დანაყოფია, რომლისთვისაც ქალებს რეალურად უკვე მოულპოვებიათ კვალიფიკაცია. მაგრამ ჯერ არავის გაუვლია, ძალიან ინტენსიური მომზადება და ის არის პირველი ქალი, რომელმაც ეს შეძლო. და მინდა ვთქვა, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ქალები აუცილებლად ყველგან უნდა იყვნენ, სადაც კაცები არიან. ანუ მე არ მაქვს ესეთი ზოგადი განცხადება. მაგრამ მე ვხედავ ზიანს, როცა ქალები არ არიან იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ და სადაც ძალიან სასარგებლოები იქნებოდნენ. კარგი ჯარისკაცი ყოფნა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე ან სიმაღლეზე არ არის დამოკიდებული. არსებობს ძალის სხვადასხვა სახეობა. და მგონია, რომ თუ ქალების ძლიერ მხარეებს უფრო მეტად გამოვიყენებდით, ალბათ ბევრად ნაკლებად მოგვიწევდა კაცების ომებზე საუბარ. კარგი. ყოველ კვირას აღარ მოგვიწევდა ამ კაცებზე და იმ კაცებზე საუბარი, რომლებიც სულ ომობენ ერთმანეთთან და რას ფიქრობენ თავიანთ პატარა ტვინებში. ძალიან ვამაყობ მასით, რომ ეს მინისჭერი გაარღვია. ან როგორც გინდათ, ისე დაარქვით და ტრენინგით წარმატებით გაიარა. არის შესანიშნავი ფოტო, სადაც ყველა დანარჩენი დაბუნდულია. ყველა სახეები დაბუნდულია, მაგრამ ყველანი შიშველი გუნკერდით არიან და მხოლოდ ერთი მაისურითაა და ის მაისურიანი სწორედ ისაა. ის შიშველი გუნკერდით არ იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ქალებს შეუძლიათ იყვნენ მადიდებთან, იქნება ეს დიპლომატიური, სამხედრო თუ სტრატეგიული მაგიდები, ყველაფერი უკეთესად მიდის. ამიტომ ვუსურვებ მას წარმატებას. ღმერთის წყალობით ის უსაფრთხოდ და უვნებლად იქნება, როცა თავის ხალხს დაიცავს ისე, როგორც მისი ძმები იცავენ. ამინ. იცით, ის თითქოს ჩვენი G.I. Jane-ია. იცით, გასულ კვირას მე რელიგიურ ღონისძიებაზე დამპატიჟეს. ებრაული არხი, სროგიმი. ჩვენ მსჯელობდით ქალებზე საბრძოლო დანაყოფებში. იყო ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქალები არ უნდა წავიდნენ საბრძოლო დანაყოფებში, რომ არმია მანიპულირებს ქალებს საბრძოლო დანაყოფებში წასასვლელად. ფიქრობ, ქალი, რომელიც საბრძოლო დანაყოფში მიდის, ნამდვილად იმიტომ მიდის, რომ თავად სურს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. თუ არ გინდა წასვლა, არ გიწევს წასვლა. და ისინი არ წავიდოდნენ. და მე უთხარი მათ, იცით რა უთხარი ამ ქალს? 100 წელიწადს წინ ამბობდნენ, რომ ქალები პოლიტიკაში არ უნდა ყოფილიყვნენ. 100 წელიწადს წინ მათ წინ ამბობდნენ, რომ ქალები ექიმები არ უნდა ყოფილიყვნენ. ბევრი ისეთი სფერო არსებობს, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ქალები არ უნდა ყოფილიყვნენ. და რადგან ომები სულ უფრო ტექნოლოგიური ხდება და როგორც შენ თქვი შოშანა, ქალებს აქვთ სხვადასხვა ძლიერი მხარეები, რომლებიც შეიძლება საბრძოლო ველზეც გამოიყენონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. ისრაელში ამაზე ბევრი ნეგატიური დებატია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქალებისთვის შესაძლებლობების გაფართოება, რომ ისინი იყვნენ ყველგან, სადაც სურთ და სადაც შესაფერისები არიან. ხო, შესანიშნავი გმირი G.I. Jane, ჩვენი ისრაელელი G.I. Jane. კარგი. ეხლა ჩემი გმირი რეალური პიროვნებაა, რომელსაც შევხვდი. როგორც ზოგიერთმა იცით, პირველად ვიყავი ისრაელის მარშზე ნიუ-იორკში გასულ კვირას და ეს ნამდვილი გამოცდილება იყო. 3 სხვადასხვა პლატფორმაზე ვიყავი, პლატფორმების დედოფალი ვიყავი. ცხოვრებაში არასდროს ყოფილ ვარ პლატფორმაზე. ეს იყო თითქოს ჩემი ტრაუმა, რომ არასდროს ყოფილ ვარ პლატფორმაზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ რაც შეიძლება ბევრ პლატფორმაზე ავიდოდი, ძალიან კარგად გავატარე დრო, მაგრამ მარშის დასაწყისში ნიუ-იორკის გუბერნატორთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად მივდიოდი. იქ იყო ერთი ბიჭი, რომელიც შემდეგ ვირუსულად გავრცელდა, რადგან თავის ვიდეოს იღებდა. მერე მე გადავიღე ეს მასთან ერთად. უბრალოდ უყურეთ. აქ ვარ იორდანიელების ლიდერთან ერთად. ჰასან, იცი რა? გითხარი ვინ ხარ? ალა, მე ვარ. ბრბოს ლიდერი ბენი ჰასანი 1 მილიონი ადამიანი იორდანიაში. ამიტომ მოვედი დღეს აქ
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დღეს მოვდივარ და რა არის შენი გზავნილი? ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ახლო აღმოსავლეთი. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ვართ. ებრაელ ხალხს უკვე ყოფნის და ეხლა ჩვენ გვჭირდება პარტნიორი და ახლო აღმოსავლეთის მომავალი კარგი პარტნიორი. ამიტომ გვჭირდება ეს. ჩვენ აღარ გვჭირდება სიდურვილის ენა, აღარ გვჭირდება ტერორი, აღარ გვჭირდება სისხლისღვრა. ეს არის ის, რაც გვჭირდება. ეს არის ის, რაც გვჭირდება. ამიტომ მოვდივარ. მოვდივარ ჩვენთან, რომ შემოგიერთეთ. სან, ბასოციაცია, ვალდი და ხე. ყველა ერთად, ხელი ხელ ჩაკიდებული. ეს არის ის, რაც გვჭირდება. კარგი, ასე რომ ამ პერსონაჟს ეწოდება აბედალახი, არა, აბედალელა ალმალა. და როგორც ახლახან გაიგეთ, ის ჩემსავით ჰასანის ტომიდანა. არაფრით განსხვავდება ჩემგან, ის იორდანიიდანაა. მე ჯაბალ ალ-ჰასანიდან ვარ. როგორც გესმათ, ეს კაცი ძირითადად რამდენიმე მილიონი იორდანიელის ტომის ლიდერია. და ის ნიუ-იორკში ისრაელის დრის მარშზე თავისი ტრადიციული სამოსით გაფრინდა ერთი გზავნილით. საკმარისია ომი ისრაელთან. ჩვენ იორდანიელები ვართ. მშვიდობა უნდა დავამყაროთ. ახლო აღმოსავლეთმა მშვიდობა უნდა დაამყაროს. ეს იყო მისი გზავნილი. და გულწრფელად რო ვთქვა, მან საკუთარი თავი გადაიღო. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიღაცამ ნახა და ჩემი ყველა მეგობარი ამბობდა, ეს ხო შენ ხარ მის გვერდით. მე უთხარი, ხო, ეგ მე ვარ. და მე უბრალოდ ვიფიქრე, რა მშვენიერი საქციელია ეს. რა მშვენიერი რამეა მას შემდეგ, რაც მანდანიმ ბოიკოტი გამოგვიცხადა. რა მშვენიერი რამეა, რომ კაცი თავისი ტრადიციული იორდანიული ტომის ტანსაცმლით ებრაელებთან ერთად მიაბიჯებს ნიუ-იორკის გუბერნატორის უკან. ეს მამაცი კაცია და ეს გმირია. ხო, ეს ჩემი გმირია. სევდიანია, რომ გმირად მიგიჩნევენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობ ან რაღაცა მსგავს. ვიცი. იცი ის, რასაც შენ ფიქრობ, რომ საუკეთესოა შენი ხალხისთვის. ხო, ლიბანის პრეზიდენტი ამ იორდანიელ კაცთან. ზუსტად. აბედალელა ბადალა ალმალა. აი ეს არის ჩემი კვირის გმირი. მადლობა ყველა ხურებისთვის, უკვე ძალიან მძიმე კვირაა. ჩვენ ვლოცულობთ, რომ რეჟიმი დაეცეს ყოველ წუთს, ყოველ დღე. უნდა ვილოცოთ ამისთვის, რადგან ისინი არიან მთელი ბოროტების ბირთვი. და როცა ისინი აღარ იქნებიან, შეგვიძლია ველოდოთ აყვავებულ და მშვიდობიან ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისა და ირანის ხალხის დასაცავად და მომავალ კვირას ისევ გნახავთ. მადლობა ყურებისთვის.